რა ზღუდეებით უნდა იქნას დაცული ადამიანის გული, რომ ბოროტებისკენ არ ისწრაფოს. ჩვენი შინაგანი სამყარო მოწყვლადია დემონური ენერგიით. თან ის მაცდური ენერგია, ის ძალადობით მოდის, მაგრამ მაცდურად ძალადობს და გონია, რომ მე რა გადაწყვეტილებასაც ვიღებ, რა გულის რახვაც გულის სიტყვა, გონია, რომ სიკეთეა, ამ დროს ჭეშმარიტებაა, ამ დროს ის შეიძლება იყოს დემონური. გესმით? და აი, რა უნდა გავაკეთოთ, რა ზღუდე არსებობს, რომ ბოროტებისაკენ არ ისწრაფოს ჩემმა გულმა. პასუხი მუდმივად მისდევდეს, კი არ მისდევდეს, მუდმივად მისდევდეს. აი ეს მუდმივობა იმიტომ არსებობს, მუდამ არსებობს. მოუკლებლობა მუდმივად იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ თვითონ დინამიკაში ვართ. ადამიანი არასოდეს ჩერდება, რომ გძინავს მაშინაც არ ჩერდები. სულ დინამიკაში ხარ და ეს დინამიკა მას ნიშნავს, ყოველი მოძრაობა უკავშირდება თავისუფლებას, შენს პიროვნულ არჩევანს, შენს ნებას. ეშმაკი ყველა წამის ყოფაში ჩასაფრებულია, სულ მუდამ. ის არასოდეს იღლება. ამიტომ არის მუდმივად მისდევდეს რას? ყოვლად სიბრძნეს. ყოვლად სიბრძნე ეს არის ღმერთის ერთ-ერთი თვისება. ზე ღმერთს პირდაპირ სახელდებულის კი არის ღვთის სიბრძნე. და მისდევდეს ყოვლად სიბრძნეს, როგორ უნდა მისდევდე? ანუ ღმერთს უნდა მისდევდე ყოვლად სიბრძნეს, როგორ? მისი ნების აღსრულებელი უნდა იყო. მისი ნების აღსრულებელი რო იყო, უნდა იცოდე რა უნდა, გესმით? ყოველწამიერად. ეს უნდა გავითავისოთ, აი ადამიანი არასოდეს არ მოქმედებს ისე რომ მის მოქმედებას წინ არ უსწრებდეს გულისმიერი ზრახვა. რაღაც ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაღაც საქმე უნდა დავიწყო. ადამიანს უნდა მივმართო, პროცესი განვაახლო. გესმით? რაღაც სიტყვა უნდა აღმოვთქვა. სულ მოქმედებს ადამიანი. ყოველთვის მოქმედებას, გადაწყვეტილების მიღებას, სიტყვის თქმას, ურთიერთობის დაწყებას, გეგმის დასახვას, ყველაფერს წინ უსწრებს გულის სიტყვა. და აი ეს უნდა ვისწავლოთ. ეს გულის სიტყვა, რომელიც მოვიდა, რამდენად არის თანხვედრაში ყოვლად სიბრძნესთან, ანუ ღმერთთან, ანუ ღვთისნებასთან. ამიტომ ამბობს, მუდმივად მისდევდეს ყოვლად სიბრძნეს და აღვსებული უნდა იყოს აღვსებული. კი არა, ატარებდეს თავის თავში. შეიძლება თქვა, რომ ატარებდეს თავის თავში. არა, აღვსებული უნდა იყოს სიცოცხლის მოძღვრებით. რა არის სიცოცხლის მოძღვრება? და ვინ არის სიცოცხლე? მე ვარ სიცოცხლე, ქრისტე ამბობს. სიცოცხლის მოძღვრება ეს ქრისტეს მოძღვრებით. აღვსებული. როგორ უნდა ვიყო მე აღვსებული სიცოცხლის მოძღვრებით, ანუ ქრისტეს მოძღვრებით? ხო, რა უნდა გავაკეთო ამისათვის? ამისათვის საჭიროა მუდმივად გქონდეს კავშირი წმინდა წერილთან, წმინდა მამებთან, ლოცვასთან, გულისხმობ არა ტექსტის კითხვას, არამედ ლოცვას, ღმერთთან კომუნიკაციას და რა თქმა უნდა ევქარისტიულ ცხოვრების წესთან და რა თქმა უნდა მოყვასთან ურთიერთობაში ყოველთვის უნდა ვცდილობდე ჩემი ცხოვრების წესით მოყვასთან ურთიერთობაში ქრისტე იდიდებოდეს ქრისტე. აი ეს რას ნიშნავს? როგორც ქრისტე იქცეოდა, ისე უნდა ვიქცეოდე. როგორც იტყოდა, როგორც შეხედავდა, როგორც გადადგავდა ნაბიჯს, როგორც გაუღიმებდა. ხო, რა თქმა უნდა, სადავართ ჩვენ, და სად არის ქრისტე. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენი გასაკეთებელია, იმიტომ რომ იოანე მოციქულმა ხაზგასმით გვიტყრა. როდესაც ჩვენ გარდავიცვლებით, ცხონებულნი თუ ვიქნებით, აი თუ ვცხონდი მე, აღმოვაჩენ, რომ გარდავიცვლები, რომ ისეთივე ვარ, როგორიც ის არის. და თუ ისეთივე არ ვარ, როგორიც ის არის, მაშინ ადამიანი ვერ ცხონდება. გესმით რამხელა სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ხალხო, ეს არის სახარება, ეს არის ქრისტიანობა. თუ ასე სიღრმისეულად არ შეხედავთ შენ ცხოვრებას და პასუხისგებლობით არ დაიტვირთები, მაშინ თამაშობ, იმიტომ რომ სახარება სხვა რამის საშუალებას არ გაძლევს. არც ეკლესიის ისტორია, არც წმინდა მამები არ იძლევა სხვა საშუალებას. მხოლოდ ეს არის ქრისტიანობა. სხვა ქრისტიანობა არ არსებობს.